მოგესალმებით, პატიოსანი მამანო, ძვირფასო სტუმრებო, ჩვენი სკოლა გიმნაზიის სასკოლო საზოგადოება, მშობლებო, მოსწავლეებო, ჩვენი საყვარელო კოლეგებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გილოცავთ ალექსობას. დღეს ჩვენი სკოლა გიმნაზიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ჩვენი სკოლა გიმნაზია სწორედ აღნიშნავს დღეს კიდევ ერთხელ მორიგად მე-15 ჯერ უკვე ჩვენი მფარველი წმინდანის ალექსი სენაკელის ხსენების დღეს. მას შემდეგ რაც ჩვენი მეუფე შიო ჩამობრძანდა ჩვენს ეპარქიაში და გამწესდა მღვდელმთავრად, პირველი მეუფემ რაც გააკეთა, ეს იყო რომ დაარსა სასწავლებელი და ამ სასწავლებელს სახელი უწოდა წმინდა ალექსის შუშანიას საპატივცემლოდ. მე მგონია რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ატარებდე ასეთი დიდი მამის, მე-20 საუკუნის დიდი მოსაგრის სახელს, ისე რომ არ შერწყვე, მე მგონი ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ დღეს ჩვენი მოკრძალებული ღონისძიებით გვინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი მფარველი წმინდანი. დამსწრე საზოგადოება თითქმის ყველა მიცის მისი ცხოვრების შესახებ, იცის მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ალექსი ბერი გარდა მისი სასულიერო მოღვაწეობისა იყო საზოგადო მოღვაწე და იყო პოეტი. სწორედ ჩვენ ვეცადეთ რომ დღეს თქვენთვის დაგვენახებინა სხვა რაკურსით ალექსი ბერი, მისი შემოქმედება. ეს ჩვენი მცდელობა ძალიან მოკრძალებულია და იმედია ძალიან კაცრად არ გაშით ამას ყველაფერს. და შემდეგ კი ჩვენი პატარა მსახიობები გააგრძელებენ ჩვენს ღონისძიებას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ჩვენი დღევანდელი ღონისძიება არის საქველმოქმედო და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული შემოწირულობისთვის. ჩვენთვის ეს უცხო არ არის ესეთი ღონისძიებები და მით უმეტეს ჩვენთვის არ უნდა იყოს უცხო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ალექსი ბერის მფარველობის ქვეშ და ყოველწლიურად ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს, უბოლ ბავშვებს და ამაში გვეხმარება ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, ჩვენი ანა ბაკურაძე და დღეს ჩვენი შემოწირული თანხა, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა შევაგროვეთ, მას გადავცემთ ალბათონ ანას, რომელიც ასევე მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. დიდი მადლობა მას ამისთვის და იმ გაწეული შრომისთვის, რასაც ის ყოველთვის უანგაროდ ეხმარება ადამიანებს. ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე მინდა გადმოგცეთ ჩვენი მეუფის ლოცვა კურთხევა. მე მქონდა ბედნიერება გუშინ შევხვედროდი მას და ძალიან ბედნიერია იმით რომ ჩვენ აი ესეთ ღონისძიებებს შეგვიძლია თავს მივცეთ უფლება და კიდევ ერთხელ მოვეფეროთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი მფარველი. არა მარტო ჩვენი მფარველი, ალექსი ბერი არის სრულიად საქართველოს მფარველი წმინდანი. მე მინდა რომ ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები შევავედრო მას, მრავალ ალექსობას დასწრებოდეთ. ეხლა მინდა გადავცე უკვე ადგილი დაუთმო ჩვენს მოსწავლეებს. ქრისტე მიშრე ავზედა, მომხედე გულის კარზედა, არას უფიქრობდე სხვაზედა, სოფლის ამაო სხვაზედა.
ხედე მაზედა სოდვა მაცუია ტანზედა მადლი რაც მქონდა მხარზედა სიცრუე ფარავს თავზედა ქრისტე მაგისე შავზედა მეცა აღვიდე მთაზედა წყლუმება ვნახო ჯვარზედა რათა ვიტანჯო ბრალზედა სულ მან რა მიყო ნეტავი მამის ზეცის სამცნობელი წირვალოცვაში მატარა მარად გალობით მხმობელი ხორცთა გემონი დაშლიდა ნათლითი მოსამკობელი ქრისტეს შეუდგა უფალსა ქალწულების სამდომელი სულმან რა მიყო ნეტარმა კბილსაიესოს მოვენი მამა მოწყალეს მიმგვარა ცხვარი წყმედული პოვნელი დიდება ზეცის მომაგო არსად თვალნახ რომელი ქრისტეს შეუდგა უფალსა თავის ვარეს ამყოფელი სულმან რა მიყო ნეტარმა იცნა უფალი წყრობელი ხორცის პატივი შვენობა ქრისტეს შესწირა ტოველი სახარებისგან მახარა მაცნობა წუთის ოფელი ქრისტეს შეუდგა უფალსა ჯვარის აღების მთხოველი სულმან რა მიყო ნეტარმა ქრისტე მაყვარა ცხოველი აღმინთო გული ნათლით აღვაწლისა არა მკოვნელი გლახაკ მდებარე იბრალა ობოლი საწყალობელი ქრისტეს შეუდგა უფალს სოფლისა მიუნდობელი სულმან რა მიყო ნეტარმა საქმეცა მიუწვდომელი ზეცის ბუნება მინათა ენისა მიუთხრობელი ნათლის ლამპარი მიმზადა არვისგან მიუქრობელი ქრისტეს მაგება სიცესა სავსე ლამპრითა მდგომელი სულმან რა მიყო ნეტარმა ვინ იყო შეუწვდომელი სინანულითა გამბანა სიწმიდისა იგი მშობელი სისკარი ზეცით განმიღო მამისგან ნათლის მთოველი ქრისტეს შეუდგა ცხოვრება საწუთროსა მდგმობელი სულმან რა მიყო ნეტარმა უძღები მპოვა მძოველი პირველ საუნჯე განმიღო კლავად შემოსა ყოველი საფო ბეჭდითა შემჭურა ძლევა ჯვარითა მშრომელი ქრისტესთან აქვს გაუყდა სული ძლიერი ცხოველი ეს საოცარი ლექსები მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გამორჩეულ მოსახლეს ღირს ალექსის სინაკლს ეკუთვნის. დღეს 31 იანვარს მისი ხსენების დღეა. ღირსი ალექსი საქართველოს სამონაზდო ცხოვრების თვალსაჩინო მოღვაწეა და მას როგორც ბირსა და როგორც საზოგადო მოღვაწეს მთელ საქართველოში იცნობა, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი შემოქმედების შესახებ. ალექსი ბერის ყველა ნაწარმოები სასულიერო შინაარსისა. ის უმთავრესად ლიტერატურულ შრომას ეწევა. აქვს რამდენიმე საერო ხასიათის ნაწარმოებიც. კერძოდ, საბუნებისმეტყველო პოპულარული წერილები დედამიწის ფორმისა და ბრუნვის შესახებ, დღე-ღამისა და სხვა მოვლენებზე. მისი ნაწერები გამოდიოდა ცალკე წიგნებად. იგი აგრეთვე თანამშრომლობდა ჟურნალებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია წმინდა ბერის პირადი მიმოწერა ცნობილ ადამიანებთან. ამ წერილებში ჩანს ზეშთაგონებული ბუნება ავტორისა, რომელიც სწავლა-განათლების გარეშე ჩავსვდომია ადამიანის დანიშნულებისა და ცხოვრების აზრს. მისი სიყვარული ხალხისა და ქვეყნისადმი განუსაზღვრელია. სწავლა ორგვარად გასაყოფია. სწავლა სიცრუის და სიმართლისა, სწავლა მართალი და ჭეშმარიტი, ღვთისამხედველი და სინათლისა, სწავლა სიცრუის, ამპარტანული, ურწმუნოება ქედილაღისა, სიბრძე სოფლისა, გაცოფებული, მომქსოველია დედაზარდლისა, გონება თომი, ამპარტავანი, ვეღარ შეიგნებს სულის სახესა, მუცლის მსახური, გაუმაცხარი, გარე შეუცავს ბნელ სამახესა, ცურავს გონებით, ხელობის ხვაშია, ფრიად განშორდა ცნობის არესა, ხბორგავს ვარყოფით მისგან უწდომსა, იწევს მარადის ბნელ სამხარეს. წმინდა ბერი დიდარი პოეტური ნიჭით არის დაჯილდოებული. იგი უფრო პოეტია, ვიდრე მხადაგებელი. წმინდა მამის მოძღვრება, სინანულით ხსენება ადამიანობისა ჩემისა, სახელმწიფო წადი, ძიება, ბრძოლა თავისთავად, ფსიქოლოგიური ლირიკული პროზის შედევრად უნდა ჩაითვალოს. ღმერთო, უფალო, ტკბილო იესო, ქშვენის
არ სიხოველი შენგან იესო წამებ სიბძნეს საქმნულებისაგან შენ შეგვიბრალე, შენი მონანა, რა ყოფადისა იჭით ცდარია, ფილოსოფოსთა იჭრული ცნობარი სარწმუნოებით და სამხარია. ალექსი ბერის პოეტურ ღირსებას ლიტერატურაში ყურადღება პირველად დუტუ მეგრელმა მიაქცია. მან გაზეთ ივერიაში მოათავსა ვრცელი სტატია, სათაურით ბერი პოეტი. აქ მან ალექსის ლირიკული წერილი, სინანული ხსენება ადამიანობისა ჩემისა, შეადარა შიო არაგვისპირელის ეტიუდებს და იდეურად მათზე მაღლა დააყენა. დუტუ მეგრელის აზრით, ალექსი ბერი აღელვებული ადამიანის ბუნების სიმდაბლითა და მთელი თავისი არსებით ცდილობს მის ამაღლებას, მის გაკეთილშობილებას. დუტუ მეგრელის შემდეგ ალექსი ბერის ნაწერებს გაკვეთ მწერალი შალვა დადიანიც შეეხო. ალექსი ბერი პოეტური სტრიქონების ხალხური ღირებულებები არ ჩამოუვარდება ცნობილი პოეტების ლექსებში. წმიდა მამის ლექსები გულრწყელობით გამოირჩევა. აღნიშნვის ღირსიათ ხოლმე ღვთისმშობლის ქრისტესავე. ღვთის უარყოფილთათვის. სმანო, შესხმა მონაზონისა ქალწულისა ნინოსი, კონსტანტინე დადიანის ასულისა. სულის ნეტარება. უნებრივია ბერი ლექსებში გამოხატავს წუხილს ადამიანების სულის დაცემის გამო არ შეიძლება მკითხველი არ დააფიქროს ლექსის ძმანო შემდეგმა სტრიქონები ზღვასაშიგან ვარ მდგომარე სოფლის ღელვითა კრულია ხორჩევექცევის დამპალსა სული დავადგეთ წყლულია წირვა და ლოცვა ვიძურით ვიყვარით ზღაპრათქმულია ქრისტეს სახელი ვამცირეთ მაღალზნეობას სჯულია. ბერის პოეტურ შემოქმედებაში გამოიყოფა სოციალური და ეროვნული მოტივები. მისი აზრით, საზოგადოება დაყოფილია სოციალურ ჯგუფებად, რაც უსამართლობად მიაჩნია. ბერი, რა თქმა უნდა, ჩაგრულთა და ღარიბთა მხარესაა. ოხ სახიარო ღმერთო, არ იქნება ვითომ ისეთი დრო, რომ ეს სიბეცე გადიწმინდოს და განათლება მიაღწიოს იმ მწვერვალს, რომ ჰპოვოს და შეიგნოს ერთობა. ძმობა და სიყვარული ჭეშმარიტი. ლექსში მოღალატეების მიმართ იგი გულის ტკივილით აღნიშნავს. გული გამწარდა, აზრი მაღელვებს, ხედავს სისაწყლე დაჩაგრულია, ერთი უსაზღვროდ დადის ნავარდობს და მეორე კი უაგლახკრულია. მათგან დევნილი მცნება ქრისტესი, თანასწორობა და სიყვარული. ნაცვლად სიმხეთზე ულმობელობა, არც სამართალი, არც სიბრალული. მამა ალექსის აზრით, ოროტება სწავლ-განათლებითა და ჭეშმარიტების ქადაგებით შეიძლება დაიკავოს. გონებრივი და ზნეობრივი განათლება შეკავშირებულად უნდა ახმალობდეს. გონებრივი განათლება, თუ მას ზნეობრივი არ ახლავს, უფრო საშიშარია საზოგადოებრივი კეთილწყობილებისათვის. წერდა იგი. გონებრივ-ზნეობრივი განვითარების ერთობლიობა მისაწვდომი იდეალია. სარწმუნოება და მეცნიერება ადამიანის სიცოცხლის ერთი გზაა, რამე თუ დასაბამი და დასასრული განათლებისა ღმერთია. ეუფალო, შენ ხარ მხოლოდ ძალა სიმხნე უძღურებს. ნუ აიღებ ჩემგან ხელსა ძილი ნუღა მეუფლების ნუ ესა ჩვენსა, მივენდოთ ღმერთსა, სიცოცხლე ჩვენი მაცხოვარია. ალექსი ბერი სამშობლოს ბედიხბალსა და თავისი ერის თავისუფლებაზე ბევრს ფიქრობდა, რაც მის ლექსებშიც აირეკლა. მას კარგად ესმის, რომ ერი, რომელსაც ეროვნული სხეული დაუკარგავს, ეროვნული სულის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. მისი აზრით, ნებისმიერმა ერმა უნდა გამონახოს თავის თავში ძალა, შეინარჩუნოს თავისუფლება და დედაენა, ღვთისგან ბოძებული ეს ორი საუნჯე. შენ ღმერთო დიდო, რომელმა სათნო იჩინე, შერევნა ენის თესლება, თითოეულს დაუჩინე, თავისებურად გეაჯო, უფლება სრული მიფინე, ყოველი გესმის სათნობს, შეხარ ყოველთა მოსმინე. წმინდა ბერი თვლის, რომ გარეშე მტერი ისეთი საშიში არაა, როგორიც შინაური. მისი აზრით, ქართველები თვითონ მტრობენ თავიანთ თავს იმით, რომ ენას ივიწყებენ. ქართულად სიტყვა მუსაიფობა წაწყმედ უცხოარად საძებარია. განიხცნაერი, განირყვნაენა, ქართველთა სახე, საქებარია. წერლობის უნჯი, ენის სიმდიდრე,
გაგვიღატაკდა სხვის ენოვნებით. სტრიქონში 10 თუ ქართულია, 20 კი წერენ სხვის გემოვნებით. ალექსი ბერი სხვა თოროსანი ბერების მსგავსად მზად არის, თუ მამული მისგან თავგანწირვას მოითხოვს, ზვარაკად შეეწიროს მას. სამშობლო სამსახური წმინდათა წმინდა მოვალეობად მიაჩნია. აქ ჩანს მისი მონოლითური, აქტიური მოქმედი ბუნება. იყოს ისეთი რამ საშუალება, რომ მოვიხარო ზვარაკად ქედი. ჩემი პირადი თავის შეწირვით ამაღლდებოდეს სამშობლოს ბედი. საკმარისია ადამიანმა გადაიკითხოს პოეტი ბერის შემოქმედება, რომ შეიტყოს, რამდენად ყვარებია მას საკუთარი ხალხი და ქვეყანა, რამდენად თაქიზი და ნაზი ესთეტიკური გემოვნების პატრონი ყოფილა იგი. მისი ენა ხარტია და მხატვრული. იგი ძველ ქართულ კლასიკურ ლიტერატურაზე აღიზარდა და ძველი კლასიკური ენა წმინდა და დახვეწილი ისე აქვს შესისხორცებული, რომ მისი ნაწერები ნამდვილი ქართული ბუნებისაა. მისი ყოველი სიტყვა თუ ნაბიჯი საქართველოს კეთილდღეობისკენ იყო მიმართული. წმინდა ბერი ხალხთან სიახლოვემ დაუკავშირა თანადროულობას და მის შემოქმედებას მისცა აქტუალური ხასიათი. ამ შუქზე ალექსი ბერი აგრძელებს დიდი ხნით გაწყვეტილ ძველ სამწერლო მუშაობას. მის საღვთისმეტყველო აზროვნებას ახასიათებს მეცნიერებასთან კავშირის დამყარების ცდა, აზრობრივი შემწყნარება, რელიგიური ფანატიზმის უქმება. ამასთან ალექსი ბერი ძველი ქართული ტრადიციული საღვთისმეტყველო აზროვნების ბრმა და ასლებრივი გადამღები და განმეორებელი როდია. იგი ცდილობს ცხოვრების საკითხების გაშუქებას თანამედროვე გაგების პოზიციებიდან. განუზომელია ალექსი ბერის, როგორც საეკლესიო მოაზრობის, ადგილი და მნიშვნელობა ქართული მწერლებისა და აზროვნების ისტორიაში. ღვთისმშობელო, მომეხმარე, მუნ მაღირსე ნათლის არე, ძისა შენის ხმა მახარე, ლამპარ მქონდეს მე მთებარე. დედა ღვთისა, მომეხმარე, ნუ დამარჩენ კარსა გარე, ბრძენთა თანა დამიბარე, ტანჯვისაგან დამიფარე. დედოფალო მომეხმარე, მკვდარი ცოდვით ვარ მდებარე, სულის ბრძოლა დამიწყნარე, ძესა შენსა მეც მიმღვარე. ზესთა დედაო მომეხმარე, შენ ხარ ჩემი არემარე, არ ვინ მივი შენ საგარე, შენ გაქებენ მზედამთვალე. სასო ჩემო მომეხმარე, მომაძაგე ცოდვა მწარე, მადლი თუქენ ცოტარამე, იგიც ცოდვით ქვედავფარე. დედა ტკბილო მომეხმარე, ქრისტე ღმერთი შემაყვარე, ვიდრე წავარ დამიფარე, აც შენ გვერდი შემიწყნარე. Lord.
მამამისი ოსნებითა და სიკეთით ცნობილი. ჰყავდა ძმული და 3 ვაჟი, სვენდი, მაცი და პეტრი. ერთ წელიწადს ისეთი დიდი გვალვა დაიჭირა, რომ მოსავალი სულ გახდა. გლეხის ოჯახს ურიც აღარ ჰქონდა სამყოფი. სიღატაკისაგან ზონე მიხდილ ოჯახს. ქრისტეშობის სიხარული დავიწყებული. მამამ მოიხმო შვილებთ. ძალიან უჭირდა მათთან საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ იყო. შვილებო, სამუშაოდ უნდა წახვიდე. ფალმა დაგლოცონ და გაგახარო. მაქსი და პეტრი მოზრდილები არის. ჩაფას გაუძლებ, მაგრამ სვეტი კი პატარა. რა ეშველება და მეღუპება. მე-12 წელში რისი გაკეთებელია, ან რისი მშოვნელია? დადგეს, რაკი სხვა არაფრის ნაქმისია. დედას სიბრალულისაგან გული ეწვოდა. შეხედეთ, როგორი გაკნაჭულია, გამხდარია. ფიქრი ნუ გაქვს, დედა გამიშვი, იქნებ რამე საქმეს ვეწიო. დედა დანსთანხმდა, შეუდგნენ ძმების სამსათის. წასაღები აღარაფერი ჰქონდათ, რადგან სახლში აღარაფერი ეყავათ. მაცმა მიიღეთ მოიხედა. მამაჩემ, ძველ ხურთუქს წავიღებ, სულ ერთი. მამა სახლშიც და არ სჭირდა. შუა თანაცმამ შეათვალიერა ღარიბი, მაგრამ მამას არჩევი აღარაფერი ჩანდა. დედას ერთი კვალი ჰქონდა, რომელიც ძალიან უყვარდა. ისე გააფრიალებდა ხოლმე, რომ მზესავით ანათებდა. მე კი ამ ქვას წავიღებ. დედას მაინც არაფერი აქვს ამ ქვაში მასახაში. თუ გამიჭირდება, გავყიდი და სანამ სამუშაოს ვიშოვი, თავს მაინც უსჭერ. თავიდან კრიალა ქვაბი ჩამოიღო და თავზე ქუდივი ჩამოიღო. სვეტს აღარაფერი შეხვდა. შვილო, ოჯახში მეტი არაფერი მოგვეპოვე. დედას ძალიან უყვარდა უმცროსი ვაჟიშვილი. სვენდი გულთბილი და მოსიყვარულე ბიჭია. რითაც შეეძლო, დედა საქმეებში შველოდა. დედი, მე კი სახლისა მახსოვდო, ივლურს მას წავიღებ. ძილის წინ ჩემ ჯუბას რომ კიდებ ხოლმე. ნურს მაინც წაიღე, შვილო, მეგზურობა გაგიციოს. მაგრამ ერთ რამეს ვთქვი, გაუთხრი, ის ძალიან ძვირფასია. შენი მშობლიური სახლის ლურსმანია. სვენმა კედლიდან ამოაწრო ლურსმანი. ზონტში შეახბია და ჯიბეში ჩაიდო. აი სულე, ნეტავრისთვის გინდა ჟანგიანი ლურსმანი. რა ხირებული ვინმიხარ. რა მოგაფიქრებინა ჟანგიანი ლურსმნის თხრობა. დინიცის რისთვის გამომადგეს. წარმატებას გისურვებთ, ნებო. ისეთ კარგ ბუნებაზე თითქოს საქმიდან ლურსმანი კი არა, რომა ოქრო წარი. დედა თვალცრემლიანი გაყურებდა მიმავალ შვილებს. სვეტი კი დიდხანს უქნებდა დედას ქუდს. გზაჯვარედინზე უფროსი ძმები შეჩერდა. მე და პეტერი ერთად წავალთ. შენ კი შენი ლურსმნით ცალკე მიბრძანდიო. არ გადიყავით, ძმებო, სამშვიდობისა, იმედია მალე ვნახავთ ერთმანეთს. ქრისტეშობამდე! ქრისტეშობამდე, ძმებო! სვეტმა სოფლის შარაგზაზე გადაუხვია. ბევრი არა თუ ცოტა იარა. ხედავს, გზაზე ვიღაცა ჯახირობს. შეშინებულმა გაიფიქრა. ვაი, თუ დათვია, დას როგორ ვუშმენო? მაგრამ დათვი კი არა, კაცი იყო. 4 თვალა დაფუჭებოდა.
და იმას ეწვალებოდა. ბიჭუნა, ური დამიგდე. მოდი, მიშოვერე. ურმის თვალი გამომიწოდა და სამჯერ ვიღაცა გამარჯობა. აი ლურსმას გათხოვე თუ გინდა. ჭიჭილაკის მაგირობას გაგიტებს. ოღო, ცუდა ხნით შემიძლია გათხოვო. ის ჩემთვის ძალიან ვიფასია. შინიდან აქვს წამოღებული. სასაცილო ბიჭუნა. უსასრულოდ დაგიბრუნებ შენს ძვირფას როგორც კი სამჭედლობე ვიყო. გლეხმა და სვეტმა ოთხთვალას მოაგეს ლურსმა. ზედბორბლები დაამატეს, შემოსხდნენ და სამჭედლოსკენ გასცეს. სამჭედლოს დელთა გამურული ოფში გაწუწული მჭედელი იდგა და რაც ზალი გაგონე ჰქონდა ყურსყამს გამარღალებულ პირას. გუგუგი ჩამოვიდე და
რა უნდა ვაკეთო? მე დაგეხმარებ. აი ნახე ლურსმანი. გათხოვე. კარებზე მიაკიდე და ურდუგი გაწმი. შეხედე როგორ მანდილა ჭკუაში. რომელიც ლურსმანი. ეს ლურსმანზე ჩამოკიდა. და ხელად გაწმა. მე სმენდიში შეიბადა. და სულსულა. მოშიებული იქნება. ბიჭის ზედამური მიეციო. სმენდი მშიერი. სიამოვნებით შეეცასა. მერე თავაზიანად მადლობა გადავხა და ძიასა. შეგირდოს. როგორი ზრდილობიანი ხმაწვილი. მოდი, შეგირდა დაიყვანა. ფიქრობ, კარგად შეისწავლის ხელს. ბიჭი შენითაც მადლიერი დარჩება. შენ კი უფალი ამ სიკეთეს არ დაგიკარგავს. ჰა, ეს დიდი სიამოვნებით დაგჭები თქვენთან. თუმცა ხელობის მჭედელი ვარ. მჭედელიო, შენ რა მჭედელი? უროსაც ვერას. ბაკიბუკო, კერვა, უბრალო ხელობა კიბუკოდი. არ მარტივი საქმეა. შეხედა, კნაჭა ბიჭი. ასაკითაც პატარა რჩენს. თუმცა ხონიერის თამბეჭდილებას ტოვებს. რას გქონდა? აიყვანე და ასწავლე ხელობა. ვეცდები, უფალი გვასწავლის არ არსებულ ბუნებას ისეთი რამ, რის შესწავლა ადამიანმა ვერ შეძლო. შეხედე, ელად როგორ გაიგივ. მალე ნახე, შენ რა ბიჭია, შენ ბაქიო შენ. დარჩა სვენი თეძა და კერვაც ისწავლა. ცოტა ხანში კერავი ავად გახდა და გარდაიცვალა. სვენდმა ამოაძრო ძვირფასი ლურსმანი. თავაზიანად გამოემშვიდობა დიასახლეს და ისევ გზას გაუდგა. მალე ერთ პატარა სოფელს მიადგა. ამ დროს ატყდა ჭერთა კუხილი. ამოვარდა საშინელი ქარი. ერთ სახლთან ქალი გარეცხილ თათრელს ფანსაფუცით ხსნიდა. დაუცე ლურსმანი შუაზე გადაწყდა. ქალმა ძლივს მოასწრო თოკის დაჭერა. ისა ზუზუნებდა ქარი და აფრიალებდა თეთრებს. ღმერთმა დასწევოს ეს ლურსმანი. კიდევ კარგი სარეცხი ტალახში რომ არ ჩამიცურდა. საზიზღარი ქარი ნეტავ რა დაკარგია, ასე რომ დარგას. მეგიშველი, თოკი მომეცი, ზედავამაგრე, როგორც კიდეც ჩამოხსნით, ჩემი ძვირფასი ლურსმანი უნდა დამიფრინოთ. რადგან ჩემი მშობლიური სახლის ნაწილია. ლურსმისთვის მადლობა კეთილობიჭვია. მოდი მომეხმარე, სარეცხი შინ შევიტანოთ. წვიმამ არ გულისხმობს. ქალის სახლში სვენმა ხარაზი ნახა. სვენდი გაყურებული გააცქებდა. მეწახის ვაზათიან მუშაობდა. ეს ვირმა გიყვანა. ჭედელი ძვარ და თერთით, მაგრამ აი, ფეხსაცმლის კერო არ ვიცი. სისულელებს უამ. ჭნახავ ტბე, შენ არც მჭედელი და არც თერი. მასხრობას თავი გაანი. თუ გინდა, გასწავლი მეწახეობას. დედა გენაცვალოს, ვალში ვარ. რომ არა ეს ბიჭუნა, ჩემი თეთრეული, ტალახში იგორავდა. იქნებ მართლა კარგი მეწავე გამოდის. გატყობ ჭკვიანი და ბეჯითი მოსწავლე იქნებ. დიდი სიამოვნებით ვისწავლი. ასე დარჩა სვენდი მეწავესთან. მართალია სვენში ეძინა, მაგრამ ცხელი ზაფხული იდგა და არ შესცინია. მეწავე ქებას არ აკლებდა. მოხერხებულ და გაღჯებით. სულ მალე სვენდი ჭღანებს კი არ კერავდა. არა
თავი კარგად მივხვდეს. ნუდად, შრომითა და ჯაფით არავინ მომხდარა. მალე ქრისტეშობა მოდის. ჯერ რაუფალი გამახარებს ამ დღესაც და უზარ შვილების დაბრუნებას. თავარია შვილებმა ცხოვრება ისწავლონ. შრომის ფასი გაიგო. შეძლო თავად ოჯახის რჩევა. სწორედ ამიტომ დაბრუნში საშოვას. სვეტმა მოგროვილი ფულით ყავი იყიდა და დედას ახალი ფეხსაცმელი შეუგება.
ზეცით. იყავ შენ სრულიო. რაოდენ დიდი დიდება და პატივკაცის ბუნებისადმი ღვთის ბაგეთაგან წარმოქმნილი. იღვაწე და ღვთის სისრულამდე შენც შეგიძლია ზიარდზე. დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს. ხუხარე დაშელი. ეხლა ვინც ჩვენი სკოლა გიმნაზიის წევრი არ არის, მათ გასაკუთრებით მინდა ვთქვა. ესენი არიან 1 კლასის, მესამე კლასის მოსწავლეები. ეხლა მე მაქვს კითხვა თქვენთან. ხომ არიან ღირსი რომ მათ ვუწოდოთ ზიას ვარსკვლავები? დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მე-12 კლასელებს, ჩემს პატარებს. მე მინდა გითხრათ რომ ისინი უდღეს შემდგარი მსახიობები არიან, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გასტროლებზე ვიმყოფებოდით გორში და ეს მათთვის პირველი სპექტაკლი არ არის, ასე რომ თუ მოგვიწევთ სიამოვნებით კიდევ გავწავთ გასტროლებზე. დიდი მადლობა, ეხლა მადლობის დროა. დიდი მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ შორენას და ანჟელას, ჩვენს პედაგოგებს. უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ რუსუდან მურღურიას და იაუჩიკავას. უღრმესი მადლობა. დღეს და მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა ჩვენი სკოლა გიმნაზიის თვითმმართველობას.
მათი ძალიან დიდი წვლილია ამ ღონისძიების ორგანიზებაში. დიდი მადლობა ჩემო საამაყო ახალგაზრდებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ალექსობას. მე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გივი მისაბიშვილს და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს უღრმესი მადლობა რომ დღეს დაგვითმეს ეს სცენა იმისათვის რომ ამ პატარებს კიდევ ერთხელ გეჩვენებინათ თავიანთი ხელოვნება და კიდევ ერთმანეთისთვის მიგველოცა ალექსობა. მრავალ ალექსობას დაესწარით.